რანკი და ზახსი მიუთითებენ, რომ ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკა მთელი კაცობრიობის წარსულს იტევს და ინახავს. არაცნობიერი ფსიქიკით ადამიანი მთელს ზოგად ადამიანურ გამოცდილებას უკავშირდება. შესაბამისად, რაც უფრო იზრდება არაცნობიერის როლი, მით უფრო იზრდება ადამიანის მხატვრული გარდასახვის ან არტისტული მეტამორფოზის უნარიც. რაც უფრო ღიაა ადამიანი არაცნობიერის მიმართ, მით უფრო მძლავრ სტიმულს იღებს მისი ფანტაზია და შემოქმედებითი ძალები. ჩვენ როდესაც გადავალთ კარლ გუსტავ იუნგის ხელოვნების თეორიაზე, ვნახავთ თუ როგორ ემთხვევა ამ შემთხვევაში ოტო რანკის ზახსისა და კარლ გუსტავ იუნგის შეხედულებები. ხელოვანი, როგორც წერს რანკი, არაცნობიერისადმი განსაკუთრებული ღიაობით ხასიათდება. ეს მე მინდა ციტატა მოვიყვანო, შექსპირი მთელი სისავსით წვდებოდა ბრძენისა და სულელის, წმინდანისა და დამნაშავის სულს, მაგრამ იგი არა მხოლოდ არაცნობიერად მოიცავდა ამ ყოველივეს, არამედ ამასთან ერთად ფლობდა კიდევ ერთ გამორჩეულ უნარსაც, როგორცაც საკუთარი არაცნობიერის ხედვისა და მისგან დამოუკიდებელი ხატწარმოდგენების აგების უნარი წარმოადგენს. მხატვრული ხატი პოეტის არაცნობიერია, რომელიც პოეტმა მისგან განთავისუფლების მიზნით გარეთ გამოიტანა ან მოახდინა პროეცირება. ეს მაშ იყო ციტატა რანკის წიგნიდან. რანკისა და ზახსის გაგებით ნებისმიერი ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკა საერთო ზოგად საკაცობრიო გამოცდილებასაც მოიცავს. აი, არ შეიძლება აქ არ გაგვახსენდეს, მე წინასწარ მინდა გითხრათ, კარლ გუსტავ იუნგის, ასე ვთქვათ, კოლექტიური არაცნობიერის ფენომენი, რომელიც მოიცავს, ვთქვათ, პიროვნული არაცნობიერისგან განსხვავებით არა კონკრეტული ადამიანის პირად გამოცდილებას, არამედ ზოგად საკაცობრიო გამოცდილებას. აქ ლაპარაკია უკვე ზოგად საკაცობრიო მენტალობაზე. იმ გამოცდილებაზე, რომელსაც კაცობრიობა ინახავს თავისი არსებობის მანძილზე და თაობიდან თაობას გადასცემს. მინდა გითხრათ, რომ თუ კი თავიდან ოტო რანკი იყო ფროიდის ერთგული მოწაფე, მისი ასე ვთქვათ, იდეების გამგრძელებელი, შემდგომ მან აშკარად დაიწყო გადახრა იუნგის პოზიციისკენ და შეიძლება ითქვას, რომ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი ფროიდსა და მათ შორის ურთიერთობების დაძაბვისა. მაშ გავაგრძელოთ რანკის იდეების გაშუქება, ხელოვანს ამ საკაცობრიო გამოცდილების წვდომისა და მხატვრულ სახეებად გარდაქმნის განსაკუთრებული ნიჭი გამოარჩევს. ოტო რანკს ეკუთვნის ნაშრომი, რომელშიც გმირის ფენომენი არის განხილული. და სადაც რომელშიც გმირი ფენომენი პირდაპირ კავშირდება ოიდიპოს კომპლექსთან. ეს არის ნაშრომის სახელად გმირის დაბადება ან გმირის მითის დაბადება. რანკი მიიჩნევს, რომ გმირის არს მამასთან, ეს შეიძლება იყოს როგორც ბიოლოგიური მამა, ასევე ავტორიტეტი, ან ზოგადად უფროსი თაობა, მას გმირის არს მამასთან შეპირისპირება და შებრძოლება შეადგენს. მამის, როგორც მოძველებული ავტორიტეტის ადგილის მოპოვება, ძველის შეცვლა, სტერეოტიპებისა და სტანდარტების მსხვრევა, ახლის დამკვიდრება და ნოვაცია, ასეთია ჰეროიკული შემართების რაობა. საკუთარი შეხედულებების საარგუმენტოდ რანკს უხვად მოაქვს მაგალითები მითოლოგიიდან. იგი იხილავს ისეთ მითოსურ სახეებს, როგორიც არის ოიდიპოსი, პარისი, პერსევსი, რომული, ჰერაკლე, ზარატუშტრა, ზიგფრიდი, ლოენგრინი და სხვა, ანუ ეხება სხვადასხვა ხალხების მითოსს. გმირები უპირისპირდებიან მამათა ავტორიტეტს, რათა საკუთარი ახალი სამყარო ააგონ მოძველებულისა და მოკირჭებულის ფუნდამენტზე. ეს რაც შეეხებოდა მას ოტო რანკის შეხედულებას ხელოვნებასთან დაკავშირებით, დაბის პროტაგონისტთან, გმირთან დაკავშირებით და ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ მეორე ავტორზე, ეს გახლავთ ჰერბერტ მარკუზე, რომელიც ასევე არის ფროიდის იდეების გამგრძელებელი, უფრო მეტიც. ჰერბერტ მარკუზემ ფროიდის ფსიქოლოგიური თეორია ფილოსოფიურ დონეზე განაზოგადა, ფსიქოანალიზი ფილოსოფიურ თეორიად ჩამოაყალიბა. ამ მხრივ დიდია მისი როლი
ფსიქოანალიზის პოპულარიზების საქმეში და მე მინდა ვთქვა, რომ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში არსებული მოძრაობის ავანგარდში, იდეოლოგიურ ავანგარდში, მე ვსაუბრობ დიდ 60-იანელებზე, დიდ ჯანყზე, სექსუალურ რევოლუციაზე, რომელიც აისახა ლიტერატურაში და ხელოვნებაში საზოგადოდ, ავანგარდში ამ მოძრაობისა იდგა ჰერბერტ მარკუზე უპირველეს ყოვლისა, რომლის ასე ვთქვათ შეხედულებებიც ამოვიდა ფროიდის თეორიიდან. მარკუზეს ამოსავალი დებულება ასეთია: ცივილიზაციასა და კულტურას საფუძვლად ინსტინქტთა მოთოკვა და ლიბიდოს შეწირვა ედება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ვრცლად ლიბიდოზე, როცა ვსაუბრობდით საკუთრივ ფროიდის ხელოვნების თეორიაზე. მას ცივილური კულტურული ადამიანი მასში არსებული ბიოლოგიური ძალების მოთოკვასა და დათრგუნვას მიმართავს. ასეთ მსხვერპლს ადამიანისგან მისი სოციოკულტურული გარემო მოითხოვს. ამ მხრივ სრულად გამორჩეულია ხელოვნების ფენომენის როლი და დანიშნულება. ხელოვნება სიამოვნების, გრძნობიერების, სხეულებრივი შეგრძნებებისა და თავისუფლების სამყაროა. ესე იგი, თუ რეალურ სამყაროში ადამიანი იძულებულია მოთოკვოს თავისი ბიოლოგიური საწყისი, სხვანაირად იგი ვერ იარსებებს კულტურულ გარემოში, სხვანაირად ის ვერ იქნება სოციუმის წევრი, ხელოვნების, ასე ვთქვათ, სფეროში, ან იმაგინაციურ წარმოსახვით სფეროში იგი უბრუნდება თავისუფლებას, იგი პოვებს თავისუფლებას და მას ეძლევა საშუალება სრულად გამოავლინოს თავისი არაცნობიერი ბიოლოგიური ძალები. ხელოვნებას მარკუზე რეალობისა და სიამოვნების პრინციპთა შერიგებად და მათი გამთლიანების ასპარეზად მიიჩნევს. უნდა ითქვას, რომ რეალურად სიამოვნების და რეალობის პრინციპები შეურიგებელი ძალებია. მარკუზე ხაზს უსვამს, რომ რეალობა გამორიცხავს სრულ სიამოვნებას, აბსოლუტურ სიამოვნებასა და თავისუფლებას. ესთეტიკა ინსტინქტებსა და იმპულსებთან პირდაპირ კავშირში განიხილება მარკუზეს მიერ, ხოლო ესთეტიკურ ფუნქციას იმპულსურ ინსტინქტური ბუნება მიეწერება. ამ მხრივ არის ბევრი საერთო, რა თქმა უნდა, ჰერბერტ მარკუსესა და ოტო რანგს შორის, ბუნებრივია, იმიტომ რომ ორივე ეს ავტორი ამოდის ფროიდის თეორიიდან. ფროიდის ტერმინოლოგიით ხელოვნება და მხატვრული შემოქმედება სექსუალური და აგრესიული ინსტინქტების სუბლიმირების ასპარეზია. მარკუზე აღნიშნავს, რომ ტრადიციული утоპიური იდეალი გრძნობებისა და გონების შერიგება გული გონიერი მხოლოდ თამაშის ფენომენით მიიღწევა. თამაშისა, რომელიც ხელოვნებისა და მხატვრული შემოქმედების საფუძველში ძევს. ადამიანისთვის დამახასიათებელი ერთმანეთისადმი პოლარული სწრაფვები, როგორიც არის სწრაფვა გრძნობებისკენ და სწრაფვა აზროვნებისკენ, მესამე ფუნდამენტური სწრაფვით, თამაშისკენ სწრაფვით თლიანდება. მაშინ მოდით აი კიდევ ვთქვათ, უფრო მკაფიოდ, ადამიანს ახასიათებს სამი სწრაფვა მარკუზეს მიხედვით, ან სამი ლტოლვა, სამი ტენდენცია, სამი დაჟინებული სურვილი. ეს არის პირველი სწრაფვა გრძნობებისკენ და გრძნობების ტრიუმფი, მეორე ან სწრაფვა სიამოვნებისკენ, ესეც შეიძლება ითქვას, მეორე სწრაფვა აზროვნებისკენ, რაც ადამიანს მკვეთრად გამოარჩევს სხვა ცოცხალი არსებებისგან და რაც არის მისთვის დამახასიათებელი როგორც სოციოკულტურული არსებისათვის და არა როგორც ბიოლოგიური არსებისათვის და მესამე სწრაფვა ეს არის თამაშისაკენ სწრაფვა და ძალიან საინტერესო შეხედულება, რომ თამაშის სწრაფვა ერთმანეთთან არიგებს ანტიპოდებს გრძნობებისაკენ სწრაფვასა და აზროვნებისკენ სწრაფვას. თამაშის იმპულსი, ამბობს მარკუსე, არის თავისუფლების მომტანი. მისი მიზანი თავისუფლება და მშვენიერება. თამაშის გზით ადამიანი სცილდება ბიოლოგიური საჭიროების ფარგლებს და თავისუფლდება იმ იძულებისგან, რომელშიც ავტორი ადამიანის საკუთარ ბიოლოგიურ იძულებას გულისხმობს. საკუთარ ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა მხრიდან იძულება. ფროიდის ტერმინოლოგიით ეროსისა და თანატოსიდან მომდინარე იძულებისგან თავისუფლდება. აი მოდით გავიხსენოთ, ჩვენ საუბრობდით ფროიდის პიროვნების სამკომპონენტიან თეორიაზე, შეგახსენებთ მას იდი, ანუ იგი,
ego, ანუ მე და ზემე, ანუ სუპერ ego. თქვენ გახსოვთ ალბათ, თუ კი ყურადღებით მომისმინეთ, რომ მაშ ego, ანუ მე არის მოქცეული ორ ანტიპოდურ ძალას შორის. ეს არის ერთის მხრივ ბიოლოგიური და ინსტინქტური იდი და მეორეს მხრივ ეს არის სოციოკულტურული სუპერ ego. თუ კი იდის ასე ვთქვათ პრინციპი არის სიამოვნების პრინციპი და იგი გულისხმობს ბიოლოგიური მოთხოვნილებების რეალიზებას და დაკმაყოფილებას, სუპერ ეგოს პრინციპი არის მე უნდას პრინციპი, ვალდებულების პრინციპი, სოციოკულტურული ვალდებულების პრინციპი და ის გულისხმობს სოციოკულტურული ღირებულებების გაშინაგნებას. ასე რომ ზუსტად იგივეს ამბობს ამ შემთხვევაში მარკუზე. ის ამბობს, რომ ადამიანს აქვს ორი განსხვავებული ტენდენცია, იყოს ერთის მხრივ ბიოლოგიური არსება, იყოს მეორეს მხრივ სოციოკულტურული არსება და აი ეს ორი, ასე ვთქვათ, ანტიპოდი ტენდენცია ერთიანდება თამაშის სწრაფვის და პირდაპირ თამაშის ინსტინქტის საფუძველზე. მაშინ იძულება რეალური სამყაროს არსებითი თავისებურება და ამიტომაც თავისუფლება სწორედ რეალობისგან თავისუფლებას გულისხმობს. და ეს არის ძალიან ცნობილი ფრაზა, რომელსაც მე ვიტყვი, ფრაზა, რომელიც ეკუთვნის მარკუზეს, მხოლოდ მოთამაშე ადამიანია თავისუფალი. მხოლოდ მოთამაშე ადამიანია თავისუფალი. ხელოვნება კი თამაშის ფორმაა, რომელიც შებოჭილ ვნებებსა და გრძნობებს ათავისუფლებს და ამით სიამოვნებისა და რეალობის პრინციპთა შორის ანტაგონიზმის ძლევას ახერხებს. ხელოვნების ნაწარმოები ამბივალენტურია, ან ორპოლუსიანია, იგი პროტესტია და ამავე დროს შერიგება. მისი ბიპოლარობა ან ორპოლუსიანობა სიამოვნებისა და რეალობის პრინციპთა გამთლიანებას უკავშირდება. მარკუზეს ეკუთვნის დიდი უარის იდეა, რომელთან მიმართებაშიც განიხილება ფანტაზიისა და მხატვრული შემოქმედების ფენომენები. ხელოვნება და შემოქმედება დათრგუნვის, ბიოლოგიურ ძალთა და სტიმულთა დათრგუნვის მიმართ პროტესტია და ბრძოლაა საბოლოო თავისუფლებისათვის. მარკუზე ერთმანეთს უპირისპირებს პრომეთესა და ნარცისის მითოსურ სახებს. პრომეთე მძიმე შრომის გმირია, იმ პროგრესის სიმბოლო, რომელიც წარმოებისა და დათრგუნვის გზით მიიღწევა. მითის თანახმად პრომეთემ ადამიანებს მრავალნაირი ხელობა ასწავლა, მიწათმოქმედება, გემთმშენებლობა და ასე შემდეგ. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანა და სხვათა შორის ბერძნული მითის თანახმად პრომეთემ მიწისგან შექმნა ადამიანები და ამიტომაც უყვარდა ისინი და ამიტომაც მფარველობდა მათ ასე. რაც მთავარია, პრომეთემ ცეცხლით, ამ პროგრესის სიმბოლოთი დააჯილდოვა ადამიანები, ასწავლა მათ ცეცხლის გამოყენება და ამის გამო მითის თანახმად ოლიმპიელი ღმერთების რისხვა დაიმსახურა. ნარცისი და ორფეოსი ესთეტიკურ ჭვრეტასთან კავშირდებიან. ჩვენ აი ამ მითოსურ სახეებზე აუცილებლად ვისაუბრებთ.